ეს არის ახალი ვლოგი. სხვათა შორის ჩემი თმა გამოიყურება კარგად და ძალიან რბილია. I'm happy. და ჩემი სახეც, იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს. მოკლედ წინა დღეებში ძალიან საშინელი რაღაცები ვჭამე. ძალიან ბევრი ვჭამე და ეხლა ვცდილობ რომ გავანეიტრალო და არ ვჭამო მაგდანი. საშინელება თავზე ძალიან ისე ვგრძნობ ხოლმე. შეშუპებულად და მძიმედ. ხო და სმუზი უნდა გავაკეთეთ ან რომელიც არ გამიკეთებია დიდი ხანია. ასე რომ რა ხელიც მაქვს მაცივარში მხოლოდ მაგალებს ჩავყრით. That's all. როგორც არ მაცი ადამიანი და შემდეგ ჭურჭლის დარეცხვა რომ მეზარება ხოლმე პირდაპირ ამაში გავაკეთებ და ამაში დავლევ. Easy. მაქვს ვაშლი რომელიც მილპება და არ მინდა რომ დამილპეს ასე რომ yeah. გავუკეთებ და კიდევ გავუკეთებ მოცვის ჯემს. მე და ჩემი ექსპერიმენტები. იმიტომ რომ ბანანს ძალიან უხდება დარიჩინი. Ready. ანუ ხო დამჭკნარია, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. ანუ გიждებ ყვავილებზე ძალიან მიყვარს. მაგრამ არავინ არ მჩუქნის არასდროს ყვავილებზე. Fuck you. იმიტომ რომ დღეს ბიჭების უმრავლესობა პრინცესები არიან. გემრიელია. ჩემი აზრით ამას ცოტა წყალი უნდა ჩავამატო, იმიტომ რომ ძალიან სქელია. ყოველთვის, როდესაც სმუზის ვიკეთებ ხოლმე და ვსვამ, თავის მგონია, oh, cool girl from LA. გემრიელია. ხო, სმუზების გაკეთება შემიძლია გემრიელად ვაკეთებ. ერთადერთი რაღაც. გუშინ დავხატე ეს, რომელიც ვფიქრობ ძალიან ლამაზია. და წინა დღეს ეს, ვფიქრობ ეს უნდა გამოვაკრა აქ სადმე. დღეს უნდა წავიდე ფრჩხილებზე. და გავიკეთო ლურჯი ფრჩხილები. იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან კაი იქნება ლურჯი ფერი. ცოტა ისეთი განსხვავებული ვაიბები რომ შემოვიტანო. ცოტა მაკიაჟი გავიკეთე, ბევრი ჩანს. ფრჩხილებზე უნდა წავიდე. ხო და რამე უნდა ჩავიცვა. მოკლედ, ჩემი ახალი ჟაკეტი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. ვეძებდი ჯარის ჟაკეტს, აი ძალიან დიდი ხანი და როგორც იქნა ვიპოვე. უკეთესი იქნებოდა რომ ცოტა პატარა ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს ესეც ნორმალური ზომაა, ძალიან დიდი არ არის. მგონი ელია თუ არ ვიცი რა ზომა თუ ემია. ხო და ნორმ და ალბათ ამ ჟაკეტს ახლა აღარ ის დროს გავიხდი. That's so cool. ხოდა ვიფიქრე რომ ეს ჟაკეტი ჩავიცვა შავი შარვალი და კიდევ ტყავი არ ვიცი თან თბილა თან ქარიქრის და ვერ ჩამოყალიბდი როგორი ამინდი და მეც რა ჩავიცვა. I don't know. უცებ ჩავიცვამ და დაგიბრუნდებით. ეს აუთფიტი დიდად არ მომწონს.
აქ თანთლიანად არ ჩანს. თუ გამოჩნდება ცოტა მაინც, I don't know. კანი შუქიანებს ძალიან. ეს კი ჩავიცდე ზემოდან ტყავი და ფეხზე არ ვიცი ესენი ჩავიცვა თუ არა ბალერინები. არ მომწონს უნდა გამოვიცვალო. საშინელება. No. ანუ აი ამდენი ტანსაცმელი მაქვს და მაინც არაფერი მაქვს და უბრალოდ მინდა რომ ძალიან საყვარელი აუთფიტი ავაწყო. და რატო არ გამომდის დღეს ეგ? Black. ფიქრობდი შავ ყელიან როლინგზე. Black turtleneck. Black one. No, I don't want this. ჯარის მაიკას ჩავიცვა ისე. გარეთ იმედია ძალიან არცივა, იმიტომ რომ არ გავიყინო. და იმედი არ გავიყენებ, იმიტომ რომ ეს ჩავიცვი შიგნიდან ისევ. Okay, ეს კარგად ჩანს მგონი. ეს ჩავიცვი ისევ შიგნიდან და ზემოდან ეს შავი კურტკა, რომელიც არის ძალიან თხელი. ფეხებზე ესენი მოწვია და არ მომეწონა, ამიტომ ისევ ჩემს მარტინსებს ჩავიცვამ შავებს. And that's all. მე და ნაგავი როგორც ყოველთვის. გამოვიცვალე კიდევ. Nails reveal. ცისფერი ფრჩხილები მაქვს ლურჯი უბრალოდ და ძალიან მომწონს, ანუ არის დროს არ მქონია. ხო და რაღაცნაირად მეშინოდა როგორ შევეგუებოდი, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც ფრჩხილებს ვიკეთებ, რაღაცა კანისფერ ტონალობებს აბსოლუტურად ყველა ფერი მქონია. კანის ტონალობების და რაღაცა მოვარდისფრო ტონალობების და ამავდროულად წითელი. აბსოლუტურად ყველა ტონალობის წითელი მესვა. ხო და ფერებისთვის ამ და ვცდილობ, რომ ბოლო დროს რაღაცა განსხვავებული ფერები შემოვიტანო ჩემს ფრჩხილებში და ცოტათი ისეთი იყოს განსხვავებული ვიდრე ვისვამ ხოლმე. ხო და ეს ლურჯი ახლა ისე მომწონს და ისე მომეწონა, თან არის აი იცით როგორი ლურჯი მკვეთრი კი არა, ცოტათი მუქი მერნის ფერში რო გადადის ესეთი ლურჯია და ძალიან მომწონს და ძალიან მიხდება. თან ჩემს ბოლო დროინდელ ესთეტიკაშიც და სტილშიც ძალიან ჯდება, ასე რომ yeah. It's cute, it's beautiful, it's cute. It's beautiful, it's cute. Even ეს ვაიბები მოაქვს. დღევანდელი გეგმებისი ამოიწურა, დღეს უბრალოდ უნდა დაველაპარაკო ჩემდეს, იმიტომ რომ დიდი ხანია აღარ გველაპარაკე და ძალიან მომენატრა და უნდა დავასრულო წიგნი. That's all I have to do. ჩემ ოთახში უნდა დაგანახოთ რა საშინელება ხდება და რა საშინელება დავტოვე. ანუ ყველაფერი აკრია. What is this? და აქეთ კუთხეში თეთრეული მაქვს შესაყრელებს არის ხმანქანაში და ესენიც აკრია და საშინელება, ანუ ქაოსი მაქვს აბსოლუტურად ყველგან. It's okay. დავალაგებ. ჩაი მინდა. ჩაი დავლიო თუ ყავა. სალონში მხელა ჭიქით გამიკეთეს ნალექიანი ყავა. რომ გონი ყავის დალევა კარგი იდეა არ არის. დღეს გარეთ გასვლა მინდა და მაგრამ არავის არ სცალია, ზოგი არ არის თბილისში. და კაია მინდია გარეთ. ძალიან მაგარია სხვათა შორის ერთი რაღაც.
როდესაც არ გყავს ქრაში, არ მოგწონს საერთოდ არავინ, არ საუბრობ არავისთან და უბრალოდ ყოველდღიურობით ტკბები და just chill ხარ. და არ გაინტერესებს არაფერი. მე გადავწყვიტე, რომ აღარაფერზე აღარ ვინერვიულო. თუ რა თქმა უნდა, შემდეგ სევდიანი ფიქრები არ მომაწვება. ყველაზე ცუდი არის ხოლმე საღამო, იმიტომ რომ საღამოს უკვე დღის განმავლობაში რაღაცნაირად დატვირთული ხარ და საღამოს აი მარტო რომ მოდიხარ სახლში და ჯდები, აი მაგ დროს ძალიან იწყენ რაღაცნაირად, იმიტომ რომ გჭირდება რომ შენს გვერდით ვიღაც იყოს, ვიღაც სელაპარაკო. არ ვიცი, რაღაც გააკეთა მოკად და აი მაგ მომენტში ვიწყენ ხოლმე ერთადერთი ძალიან საღამოს რომ ძალიან მარტო ვრჩები. მაგრამ ისიც კაია რომ არაფერზე არ ნერვიულობ და მარტო ხარ. ხოდა მარტო ვიქნები, ვიდრე იმ ადამიანს არ ვიპოვი, რომელიც მართლა ჩემთვის იქნება დაბადებული. Oh my god. მოკლედ მეორედ მომიწია ჩაცმა და გამზადება რადგან უნდა შევხვდე ჩემს online metaverse. This is so cool, man. This is my jewelry. ხოდა როგორ მაცვია? ბოლომდე არ ჩანს, ხო? That's okay, that's okay. ვფიქრობ, რომ ძალიან საყვარლად მაცვია. აქ ვნახოთ. My ballerinas, of course. ეს ტრენჩი. ეს ჩანთი და შიგნიდან ჩავიცვი სპორტული. იმიტომ რომ ცოტათი ეკლექტიკური ყოფილიყო, არ ვიცი. არ ვფიქრობ, რომ ძალიან საყვარლობაა. It's cute. It's cute. Okay, I go. I'm happy. შემოეხა მოვედი სახლში და ეგრევე შეკეთე ჩავიცვი. ანუ ყინავს გარეთ მართლა გავიყინე, ფეხები გამეყინა. ეხლა ჩემდეს უნდა დაველაპარაკო. ძალიან კაი იყო რომ გავედი. აი სულ მინდა რომ გარეთ ვიყო, არ ვიცი ეგრე რატო არ ვიყავი ხოლმე ეგრე და აი რაღაცნაირად სახლის ადამიანი ვიყავი. ხო და ეხლა კიდე პირიქით ვარ, ანუ სულ მინდა რომ გარეთ ვიყო და გარეთ ვიჯდე, ანუ просто არაფერი გავაკეთო და ადამიანებს მოვუსმინო, ადამიანებს ველაპარაკო, ხო და ეხაც რო გავედი ძალიან კაი იყო და ეს ადამიანიც რო გავეცანი ძალიან კაი იყო. მე მაქვს ის ნიჭი, რომ ადამიანების ენერგიებს ძალიან ვცნობ და რაღაცნაირად კარგ ადამიანებს რო ხვდები ხოლმე და აი უკვე ვგრძნობ როგორი ენერგიის მატარებლები არიან, ძალიან მიხარია. რომ აი კარგი ენერგიას ატარებენ და კარგი ადამიანები არიან, რაც იშვიათობაა და ხშირად არ ხდება. დღეს კარგი დღე იყო, იმიტომ რომ გარეთ ვიყავი გასული, ფრჩხილებით გავიკეთე. ძირითადად სახლში არ ყოფილი ვარ, სულ გავატარე დღე და ეგეთი დღეები მიყვარს ხოლმე, ანუ სულ სახლში რო ვარ, ყოველ დროს მბეზრდება, უბრალოდ გარეთ მინდა ყოფნა. ეხლა ვერაფერი ვერ გადავიღე გარეთ. არ ვიცი ეს vlog-იც როგორი იქნება, მაგრამ არავის დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ ჩემს ერთგულ მაყურებლებს, ხო და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ლაიქეთ ვიდეო, გადააშერეთ. კიდევ შეგიძლიათ ჩემზე TikTok-ზე ედიტები გააკეთოთ. და კოცნით ძალიან ბევრს მეყვარხართ ძალიან თქვენი ყოველი სიტყვა ძალიან მოქმედებს ჩემზე და ძალიან მსიამოვნებს ხოლმე ამ უკარგესი კომენტარების კითხვა. და მომავალ